მოგესალმებით, დღეს მინდა ვისაუბრო მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის განსხვავებაზე. როგორც ვიცით, პირველი 1000 წლის განმავლობაში მართლმადიდებლები და კათოლიკეები ერთიანი იყვნენ, ესწრებოდნენ მსოფლიო კრებებს, ორივე ეკლესია პატივს მიაგებს ერთი და იმავე წმინდანებს, ორივეს გვწამს, რომ ზიარება არის უფალი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი და ორივე ეკლესია მივაგებთ განსაკუთრებულ პატივს წმინდა ღვთისმშობელ მარიამს. მეოთხე და მერვე საუკუნემდე გაიმართა 7 მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც ეკლესიამ დაიცვა და დაადასტურა კანონური სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტებები, წმინდა სამება, იესო ქრისტეს ღვთაებრიობა და წმინდათა ხატთა პატივისცემა. პირველ მსოფლიო კრებას, რომელიც 325 წელს ნიკეაში გაიმართა, ესწრებოდა წმინდა მამა ნიკოლოზიც, სადაც როგორც ვიცით, მკრეხელ არიოს მან სილა გააცდა და დაიცვა ქრისტეს ღვთაებრიობა. ამ განმავლობაში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განსხვავებები გაჩნდა. ერთ-ერთი მთავარი და პირველი განსხვავება იყო ის, რომ დასავლეთის ეკლესიამ რწამში დაამატა ერთი სიტყვა ფილეკიუ, ანუ დაძისაგან. შესაბამისად, კათოლიციზმი ახლა აღიარებს, რომ წმინდა სული გამოდის როგორც მამისაგან, ასევე ძისაგან იესო ქრისტესგან, ხოლო მართლმადიდებლებს გვწამს, როგორც იყო მანამდე, რომ ერთი არის საწყისი მამა და მისგან გამოდის წმინდა სული. მართლმადიდებლობა ასევე ფიქრობს, რომ მათ არ უნდა შეეცვალათ რწამსი მსოფლიო კრების გარეშე. საბოლოოდ 1054 წელს მოხდა დიდი სქიზმა, რომელმაც ქრისტიანობა ორ ნაწილად კათოლიციზმად და ქრისტიანობად გაყო. მოგვიანებით კიდევ ერთი განსხვავება დაემატა კათოლიციზმს, მათ დაამატეს ეგრეთ წოდებული ფურგატორი, განსაწმენდელი, მათ სჯერათ, რომ ღმერთთან მიახლებამდე, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, გადის განსაწმენდელს და ხოლო შემდეგ გადადის უკვე სამოთხეში. თუმცა ეს არასწორად არ უნდა გავიგოთ. კათოლიციზმი ამბობს, რომ ამ ფურგატორიში, განსაწმენდელში შედიან ის სულები, რომლებიც ისედაც გადარჩენილები არიან, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროებენ განწმენდას უფალთან მიახლოებამდე. ანუ რომლებიც ბოლომდე არ არიან ღვთისმადლს განშორებულნი. ეს არ არის მეორე შანსი, ვინც აქ არ მონინანია მანამდე. კათოლიკეები ამის განსამარტად რამდენიმე მუხლს იყენებენ ბიბლიიდან, მაგალითად, წმინდა პავლე წერს, რომ ადამიანის საქმეები ცეცხლით გამოიცდება და ზოგი როგორც ცეცხლით გადარჩება. მართლმადიდებლური განმარტებით აქ საუბარია სამსჯავროზე, თუმცა არა როგორც ცალკე ადგილსამყოფელზე. მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაუსვათ იმას, რომ კათოლიციზმით და მართლმადიდებლობაც საუბრობს სიცოცხლის განმავლობაში სინანულზე, რწმენაზე, ღვთისმადლის უდიდეს მნიშვნელობაზე. თუმცა კათოლიციზმში არსებობს ერთი შავი ლაქა, ეგრეთ წოდებული ინდულგენციები. ზოგიერთმა ადამიანმა ბოროტად გამოიყენა ეს და შექმნა იმის დაბეჭდილება, თითქოს ფულით შესაძლებელი იყო ადგილის ყიდვა სამოთხეში. მოგვიანებით ეს ინდულგენციები თვითონ აკრძალა კათოლიკურმა ეკლესიამ. რაც შეეხება მართლმადიდებლობას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული, რომელიც მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით ხდება მხოლოდ და მხოლოდ ადგომაზე, ეს არის წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა წმინდა მიწაზე იერუსალიმში. მართლმადიდებლებისთვის ეს ღვთისმადლის და ჭეშმარიტი სარწმუნოების ნიშანია. ამასთან დაკავშირებით არსებობს ერთი ისტორია და დადასტურებული ფაქტი, რომ ერთ წელს მართლმადიდებელი წინამძღვარი და მრევლი არ შეუშვეს წმინდა ტაძარში, მაშინ როდესაც ცეცხლი უნდა გადმოსულიყო. აღმსარებლობის ადამიანი ცდილობდა ლოცვის შედეგად ცეცხლი მიეღო. თვალსრემლიანი მოძღვარი და მართლმადიდებელი მრევლი იდგა ამ დროს კარიბჭესთან და მოხდა სასწაული. სანთელი, რომელიც ეკავა მოძღვარს ამრევლს,
სასწაულებრივად აინთო, როდესაც არსებული სვეტი გაიპო და გადმოვიდა წმინდა ცეცხლის სწორედ იმ ადგილიდან, სადაც მართლმადიდებლები ამ სვეტის ნახვა დღესაც არის შესაძლებელი. ეს იყო მომენტი, როდესაც წმინდა ცეცხლი არა ტაძრის შიგნით საფლავზე, არამედ გარეთ გადმოვიდა. ჩვენ გვწამს, რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი გზა, რომელიც შეუცვალად ცდილობს შეინარჩუნოს რწმენა, ღვთისმსახურება და სულიერი ცხოვრება, რომელიც წმინდა მამებმა და მოციქულებმა პირველივე საუკუნიდან გადმოგვცეს. ვაძიოთ წმინდა გულით ჭეშმარიტება და აუცილებლად ვიპოვნით მას.